მხოლოდ ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma. ყველაფერი დაიბადა მეგობრობით. ანუ ორ ფრონტზე სხვა ჩვენი გუნდი შედგება სამი ქართველისგან, სამი ქართველი ვართ პარტნიორები და დამფუძნებლები. ჩემი მეგობარი საბაშონი, რომელსაც თბილისიდანაც ვიცნობდი, ESM-ში კურსელები ვიყავით და ჩვენი ასე ვთქვათ მენიუს და კულინარიის ყველაფრის სულის ჩამდგმელი ხათუნა კოპალიანი, რომელსაც აქამდე გაკეთებული ქონდა მიახლოებითი კონცეფტის ქართული რესტორანი CH-ში, რომელიც დღემდე ძალიან წარმატებული არის და ჩვენ გუნდთან ერთად წამოვიდა, რომ წამოეწყო ეს ყველაფერი ოსტინში, როგორც ამჯერად ფლობელს. ვართ მეორე ქართული რესტორანი, რომელიც ტეხასში გაიხსნა. მოგეხსენებათ, რომ ტეხასი არის სიდიდით მეორე შტატი ამერიკაში, როგორც სიდიდით ისე ეკონომიკით, თუმცა რატომღაც აქამდე ქართული გავლენა დიდად არ შეგვიტანია. Breadboat, როგორც ხვდებით ალბათ, არის აჭარული ხაჭაპურის ირგვლივ ტრიალებს ამ კონცეფტის ირგვლივ და გვაქვს როგორც ტრადიციული ქართული კერძები, როგორიცაც რა თქმა უნდა აჭარული, კუპტარი, ხარჩო და ასევე ჩვენი ინოვაციური რეცეპტებით გამოგონილი პროდუქტები, რაც მოიცავს split boat-ის კონცეფტს, ერთ-ერთი რაც ნიშნავს, რომ წარმოიდგინოთ აჭარული, კლასიკური არის ორ ნაწილად გაყოფილი, ერთ მხარეს გექნებათ კლასიკური შიგთავსი, მეორე მხარეს შეგიძლიათ აერთოს სხვა შიგთავსი, როგორც არის მაგალითად ხორცი, ქათამი, გინდრაჭული ლობიო, ბოსტნეული და ასე შემდეგ. კონცენტრირებული ვართ რამოდენიმე კონკრეტულ პოპულარულ პროდუქტზე და გვაქვს ძალიან მარტივი კონცეფტი, ანუ სულ მუშაობს დაახლოებით პატარა გუნდი 6 კაცი. ვაქვთ ეგრეთ წოდებული self-service კონცეფტი, რაც ძალიან მიღებული არის აქ ამერიკაში და ამით ვცდილობთ, რომ ვაკონტროლოთ ისეთი გამოწვევები, რაც ასე ვთქვათ, ყველა რესტორანს პრობლემას უქმნის, როგორც არის ფიქსირებული ხარჯები, ოპერაციების სურთულობა და ამით ვცდილობთ, რომ ეს კონცეფტი შევქმნით ისე, რომ გქონდეს გაქცევების პოტენციალი. დაახლოებით ეს 40 კაცი ეტევა ჩვენს რესტორანში 40-50-მდე და შეგიძლიათ დასხმო როგორც პატიოზე, ისე შიგნით და ასევე მუშაობს თუ გოუძეც რა თქმა უნდა. როცა ადამიანს Breadboat-ში უცხოთ აჭარულს, ეს არის open kitchen-ის კონცეფტი, სადაც ხედავ შენ თვალწინ აკეთებენ აჭარულს და ჩვენი ცომი ყოველ 3 საათში თავიდან კეთება, ამ საჭირო აჭარულს იყო ახალი ცომი და ზოგადად ამერიკაში სადაც ხარისხიანი საჭმელი მეტაკლებად, ანუ უფრო პრობლემურია ასე ვთქვათ, ვიდრე საქართველოში და ევროპაში. შენ მოხმარებელი როცა შემოდის და სინჯავს პროდუქტს, რომელსაც იგრძნობა, რომ მაღალი ხარისხის ინგრედიენტები გამოყენებული, ახლახანს გამომწვარი არის, ავტომატურად იწვევს ასე ვთქვათ მოხმარებელს. ტეხასი ზოგადად, რა თქმა უნდა, ბევრი ადამიანი აქ ჩამოსული, მაგრამ იმ დონემდე არა, რაც ნიუ-იორკში და კალიფორნიაში. ამიტომ შენი კულტურა ამერიკელებისთვის ძალიან უცხოებია. ანუ სანამ ადამიანს დაინტერესებს შენი კულინარიული, ასე ვთქვათ, კერძებით, შენ რაღაც კულტურა უნდა გააცნო ადამიანს, რომ წარმოდგენა შეექმნას ჯერ რომ ჯორჯია არ არის შტატი, რაც პირად გვიწევს ამის ახსნა, როგორც ხვდებით, საიდან ხარ ჯორჯიიდან, რომ პირველად იგებს საერთოდ როგორც ქვეყანა ვარსებობ, კლიენტისთვის ხარ პირველი კონტაქტი. ძირითადად ჩვენი კლიენტები არიან ამერიკელები, სხვათა შორის, ამ თავიდანვე ჩვენ გაცვლა იყო, რომ ეს არ გვინდოდა გავაკეთებინა, ანუ მხოლოდ გაცვლი ქართველებს და პოსტსაფში და ქვეყნის წარმომადგენლებს, სადაც ქართული კულინარია ისედაც პოპულარული არის. თავიდან ეს კონცეფცია შევადგენეთ, რომ ამერიკელები მოგვეზიდა უფრო და ესეც ხდება ძირითადად ჩვენი კლიენტები არიან ამერიკელები და ზოგადად ყველაფერი, ასე ვთქვათ, პატარა მენიუს პლუს ის არის, რომ ყურირებთ ყველა კერძს და ასე ვთქვათ, ხარისხზე ვართ ორიენტირებული, იმიტომ რომ რადგან ადამიანი პირველად სინჯავს კერძს, რაც შენც არასოდეს არ გაუსინჯავს, მნიშვნელოვანია პირველად იმდენად მოეწონოს, რომ შენთან დაბრუნება მოუნდეს. ყველას აქვს თავისი სხვადასხვა ფავორიტი, ზოგი ბრუნდება კლასიკური აჭარულის გამო, ზოგი პუბდარის, ზოგი ასე ვთქვათ, ქათმის თუ ხორცის გამო. და ეს გვანიშნებს იმაზე, რომ ანუ სხვადასხვა კუთხით, ანუ არ არის ისე რომ რამოდენიმე ეტიკეტის გამო ადამიანი მოდიოდეს, ანუ ყველას თავისი ფავორიტი აქვს.
3 თვის კვალობაზე გვაქვს Google-ის პროფილს რო შეხედოთ, დაახლოებით 200-მდე 5 ვარსკვლავიანი გარჩევა გვაქვს, რაც ძალიან იშვიათი არის, ასე ვთქვათ, დაწყებით ბიზნესის ესეთი წარმატების მიღწევა. ასევე Yelp-ს, რომელიც პოპულარული პლატფორმა არის ზოგადად ამერიკაში, სულ გვაქვს დადებითი 5 ვარსკვლავიანი გარჩევები. და რო შეაჯამოთ ჩვენი, ასე ვთქვათ, სამთვიანი ოპერირება, ასე ვთქვათ, მოლოდინებს გადავაჭერებთ იმ კუთხით, რომ ძალიან იშვიათი არის, რომ ობიექტი, საკვები ობიექტი უკვე თავის თავს ინახავდეს 3 თვის კვალობაზე, რასაც ჩვენ მივახციეთ. ძალიან ბევრი კლიენტია, რომელიც უკან გვიბრუნდება და ასე ვთქვათ, ჩვენი ქართული რესტორანი არ მხოლოდ საჭმელი ადგილია მათთვის, არის ერთ-ერთი პირველი კონტაქტი ზოგადად ქართულ კულტურასთან. ჩვენთვის შემდეგ გამოწვევა იქნება, როგორ გავმართავთ და როგორ გავუკეთებთ სტანდარტიზაციის ოპერაციებს და თვითონ კონცეფტს, რომ იგივე კონცეფტი რო გახსნა ნებისმიერ სიტყვაზე, არ ვიცი, ნიუ-იორკში, ნებისმიერ სხვა შტატში თუ მოშორებით, რომ წარმატებით ოპერირებდეს შენი ასე ვთქვათ თავდადრომის გარდა. ანუ თუ ეგ გამოწვევა გადავლახეთ და თავიდანვე ისე დავგეგმეთ კონცეფტი, რომ მაგის გადალახვა შეგეძლოს, ანუ კერძოდ ესე ჯერ არ ვიცად გავიხსნებით, მაგრამ ანუ განაფიქრი, ალბათ ტეხასში გავაგრძელებთ თავიდან და შემდეგ ნახოთ შეიძლება სხვა შტატებზეც გადავიდეთ. და ტეხასში დიდი პოტენციალია, დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი ცხოვრობს და სულ ჯამში მგონი 2 თუ 3 ქართული რესტორანი მთელ ტეხასში. ხოლო ქართული სპონსორია ფარმაცევტული კომპანია GM Pharma.